ამ ვიდეოში მოგიყვებით სიცოცხლის ელექსირზე, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებით ასაკში ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენლად შეცვალოს. ეს ელექსირი და სუპერძალა არის კუნთოვანი მასა. დააკვირდით ამ ქალბატონს, ის არის 99 წლის და მისი ათლეტიზმი ამ ასაკშიც კი რამდენად კარგად გამოიყურება. აი ეს ადამიანი კი 78 წლისაა და შეუძლია ამოწიოს 150 კილოგრამი. როგორ ფიქრობთ, მას საღამოობით აწუხებს ის წელის ტკივილი, რაც ამ ასაკში დამახასიათებელია? ან მაგალითად ოსტეოპოროზი და სისუსტე. რა თქმა უნდა, არა. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ კუნთების ფუნქცია მხოლოდ გადაადგილება კი არ არის, არამედ ისინი უამრავ ნივთიერებათა ცვლის პროცესში არიან ჩართულნი. პირველ რიგში კუნთოვანი მასა ასაკში გვიცავს მეორე ტიპის დიაბეტისგან. ისინი ზრდიან საბაზისო ენერგიის მოხმარებას და ამასთან ამცირებენ ინსულინ რეზისტენტობას, რაც პირდაპირ საფუძველია მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებისა. ამას გარდა კუნთოვანი მასა, რომელიც რეგულარულად აქტივირდება, მათი გავლენით ძვლებზე იწვევს ძვლების მინერალიზაციის გაზრდას, ანუ ასე ვთქვათ, ძვლების გამკვრევებას, რადგან მათთვის უმნიშვნელოვანესია დატვირთვა, რომ ძვალმა შეინარჩუნოს მინერალიზაციის დონე. ამას გარდა უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ კუნთები არიან ეგრეთ წოდებული ენდოკრინული ორგანოები, რადგან ისინი გამოიმუშავებენ უმცირეს მესენჯერულ ნივთიერებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნივთიერებები, როგორიც არის მაგალითად მიოკინები, მონაწილეობენ ისეთ პროცესებში, როგორიც არის მაგალითად ანთება, იმუნური სისტემის რეგულაცია და ასევე გულსისწარხვთა სისტემის ფუნქციის რეგულაცია. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ასაკში გახშირებული დაავადებებისა და ინფექციებისთვის ადამიანს, რომელსაც შედარებით უფრო მაღალი კუნთოვანი მასა აქვს, უფრო მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ებრძოლოს ასეთ კატაბოლურ პროცესებს, ანუ პროცესებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებენ. ცოტა გამიგრძელდა ეს ვიდეო, მაგრამ ეს მხოლოდ იმის 10%-ია, რაც შეიძლება ილაპარაკო პოზიტიურ გავლენაზე კუნთოვანი მასისა ჩვენს ორგანიზმზე.